ისალმებით ჭირბასო მეგობრებო. ძალიან კარგი შანსები გეძლევათ, მაგრამ ზოგადად აქ რომ თქვათ, თქვენ, ასე თუ ისე სახლის თემაც დალაგებული თითქოს რაღაც შეიძლება სწავლა, სამსახური, რამე საქმიანობა რასაც ეწევით, გამოგდით. ყოველ შემთხვევაში აქ გეძლევათ ზუსტად ის შანსი, რომ უნდა გამოგივიდეთ ეს ყველაფერი. მაგრამ აქ არის დანაკარგებიც. ახლა რა ხდება? დანაკარგები პირადიდან მიფიქსირდება, ნახეთ. როდესაც თქვენ ღებულობთ მით უმეტეს იმ ხალხის საყურადღებოდ ვამბობ ტარო კონსულტაციებს და რჩევებს. და არ ითვალისწინებთ. ეს იგივე არის, ასე ვთქვათ, ვიღაცა ამას უყურებს ძალიან ცუდი თვალით, ბევრი კი შეხედულებები შეიცვალა. ვინც არ იცის, ან შეიძლება იცით, მე შეგახსენებთ, რომ ეს არის დამხმარე ინსტრუმენტები და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ საკეთილდღეოდ. ხო? ცხოვრებაში ნებისმიერი საგანი, რაც შეიძლება მოგვეპოვებოდეს, სკამი რო სკამია, ესეც დასაჯდომი, არა მაქვს დანაზე და ისეთ იარაღი, რასაც ეწოდება ასეთ ინსტრუმენტებზე საუბარი, თუნდაც ჩანდალი ავიღოთ, თუნდაც აი ეს ახლა მინერალია, მაგრამ ქვის ნატეხივით ითვლება, ხო, რაც არ უნდა იყოს. შეიძლება ეს გამოვიყენოთ დასაზიანებლად ვიღაცის, მაგრამ ამ ეტაპზე ახლა მე აქ შანდალს მისი ფუნქცია აქვს, ამას მისი ფუნქცია აქვს და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ რას რა ფუნქციას მივანიჭებთ. იგივე არის აქაც. ჩვენ რა ფუნქციას მივანიჭებთ ამ ყველაფერს. როდესაც მოდიხართ და ინფორმაციას გებულობთ, თქვენ უკვე ეს იმას ნიშნავს, რომ გაფრთხილებული ხართ. და თქვენ არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. დავუშვათ ვიღაცა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, აქ პირადიდან მიფიქსირდება, მე პრობლემა აღარ გავაგრძელე უბრალოდ დაყრა არკანების, რადგანაც პირდაპირ დაფიქსირდა. ნახეთ როგორ არის თქვენს ცხოვრებაში, ხო, დავუშვათ რაღაცა დაფიქსირდა, უნდა მოხდეს ასე. თქვენ შეგიძლიათ ამერია, ხო, უკვე აზრი. ნახეთ, შეცვალოთ ეს ყველაფერი. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე უნდა მოხდეს. დავუშვათ, ვიღაცა ადამიანი შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში და მე თქვენ ეს გითხარით, რომ კი, ეს ადამიანი უნდა შემოსულიყო თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ იმიტომ რომ რაღაც უნდა დაგემუშავებინათ, უნდა გაგევლოთ პატარა გაკვეთილი. ეს იმას კი არ ნიშნავს. აი, აქ უკვე თქვენზეა რა გაკვეთილს გაივლით ამ ადამიანთან. შეგიძლიათ გაუშვათ ლამაზად მშვიდად,
და კი ბატონო, მადლობა გადაუხადოთ სიტყვაზე და შეგიძლიათ უკვე მთლიანად გაებად ამ ადამიანის, მოდი ასე ვთქვათ, მახეში, ვიღაცა კარგს გისურვოთ, ვიღაცა ცუდს გისურვოთ, ну, რაღაც არის მიყვეთ და მოდი ის რაც დავუშვათ არ არის ეს, იცით რა არის, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომ რაღაცა ესე ბედად გინდა თუ არა დაწერილია და გადაწყვეტილი არა ხალხო. ამ ყველაფრის ცვლილება, შელამაზება, ჩაშენება იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ამის ძალა და ენერგია საერთოდ არ აქვს, მაგრამ სწავლობს და ეძებს და მაინც რაღაცა დონემდე მიდის, ხო? ბუნებრივი არ არის. ეს არის კლასიკური მაგალითი. ადამიანი, რომელიც არ არის ბუნებრივად, კი ბატონო, ნიჭიერი, მაგრამ ძალიან ბევრ შრომობს, ძალიან კარგი პროფესიონალი შეიძლება დადგეს. ან მაღალი დონის რაღაც ოსტატი, ხო? თავისი საქმის. ძალიან ბევრი გამიგია ისეთები, აი თუნდაც მუსიკოსიც, აი მე მეგობარი მყავს, შემთხვევით გავიცანი ეს გოგო. და მეუბნება, რომ რაღაცა ესე მოსწავლეები ყავს აქედან, იქიდან ყავს ინგლისურში მოსწავლეები და ყავს გიტარაზე, ესე გიტარას შეასწავლის. Ну, გამიგვერდა ახლა სიმღერები იცის რაღაცა იქიდან, აქედან ბიჭო. სმენა არ აქვს ქალს. სმენა არ აქვს ქალს. და დაინტერესდი, რა თქმა უნდა, როგორ ახერხებ. როგორ შეიძლება სმენა არ კონდეს ადამიანს და არ აქვს კლასიკური განათლება. ანუ მოდი ახლა ვინც იცის და ვინც არ იცის, აგიხსნით, ნახეთ როგორ სწავლობს. დაუშვათ ახლა თავის მოკლედ რაღაც სანოტო სისტემას აქვს თავისი მოკლედ და მარტივად რო აგიხსნათ, როგორ შეიძლება ეს უფრო გავამარტივო, რომ ყველამ გაიგოს, თავისი სახელწოდება. და ამ სახელწოდებით კი არ სწავლობს. სწავლობს მართლა ძალიან, აი, რა ვიცი ახლა, დავუშვათ დო რე მი ფა ხო ყველამ იცის და დოს ქვია დავუშვათ ცე დურ, ესე დო მაჟორი რო ავიღოთ, ხო? ეს სწავლობს როგორ ანუ ამ სახელებით არ სწავლობს. ამ ცედურ, ესე კი არ ამბობს, როგორ თქვა ეს. ну რაღაცა, რა ვიცი მე როგორ გითხრათ, ეს აღარც მახსოვს, ძალიან პრიმიტიულად. აემი, ცემი, რაღაცა, ანუ მაჟორი, მინორი კი არა, ემი და რაღაცა ესეთი თავისი ტექნიკა მოიგონა, მოკლედ, რისი თქმა მინდა, თავისი ტექნიკა ადამიანმა. და ეხლა რა ხდება? როგორ ისწავლა ამ გიტარაზე დაკვრა, დაწერა აკორდები, თავისებურად, აი დახატას ეს გიტარის ხუთი სიმი. და რომელ სიმზე, რომელი თითი უნდა დადვას, პირველი, მეორე რაღაცა, ну ეს ხა ყველგან არის ზოგადად არის მინიშნება, მაგრამ ამან მაინც თავისებური შექმნა. აგიხსნით ახლა. დავუშვათ აქ ხელი რამდენჯერ უნდა აკრას, ჩამოკრას, შეხედე, ორი ზემოთ, ორი ქვემოთ. ამას ხო რაღაც თავის სახელ მე არ ვიცი გიტარაზე ყველაფერი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ძალიან პრიმიტიულად და ძალიან სხვანაირად შეისწავლა, ხო, არ არის ეს კლასიკური სწავლება. შემდეგ რა გააკეთა? სიმღერა, აი, როგორ უნდა ისწავლო უსმენო ადამიანმა სიმღერა? დაიზეპირა. სიტყვები დაიზეპირა. ეს ორჯერ უნდა აკრას, ჩამოკრას. რა თქმა უნდა, დღეს უკვე ყველაფერი თავისებურად ინტერპრეტაციით მღერის, არავინ არ პროფესიონალებიც აღარ მღერიან ზუსტად ისე, როგორადაც არის დაწერილი ორიგინალს. ესე შექმნა თავისი რაღაცა სტილი. ეს რამდენჯერ აკრას, ჩამოკრასა და ადოს თითები დაიმახსოვრა და თავისებურად რაღაცა გააყო პირი და всё. იგივე გააკეთა პიანინოზეც დადიოდა მართლა. რამდენჯერ დაარტყას და რიტმიც არა აქვს ადამიანს, მაგრამ იმხელა შრომა ჩადო და ისეთი რაღაც თავისი სტილის შექმნა, მე შოკში ვარ, ეხლა შოკში ვარ.
რომ მით უმეტეს ყურით რამე ააწყოს, გაიგონოს, გამორიცხულია, აბსოლუტურად გამორიცხულია. ესეთი რაღაცა მოსწავლეები ყავს და ამზადებს. რა ახლა პროფესიონალ მგეს არ დავასახელებ, მასთან რომ მივლიან ხო შესაბამისად მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყავს მოსწავლე და ამიცადინებს. თქვენ წარმოიდგინეთ. ეს არის კლასიკური ნიმუში ხალხნო, შრომის. სხვათა შორის ერთი მომღერალი გოგო ვიცოდი, რავი, სპილოს ჰქონდა ყურზე დაბიჯებული და დღეს იტალიაში საოპერო, ერთ-ერთ საოპერო ოპერაში რაღაც დაწესებულება სკოლა რა ვიცი, მაგრამ იტალიაში მოღვაწეობს. პირდაპირ მე არ მეყვარს სიტყვა მოღვაწეობა, არც გექნებათ გაგონილი, მაგრამ ამ გოგოზე ასე ვიტყოდი. აი აქ რომ იყო საერთოდ, რავი, დეტონაციები ქონდა ისეთი ის და იმდენი შრომა მე რო გავიგერო იტალიაში არის. მე მეგონა ალბათ გათხოვდა დაანება თავი. როგორც ხდება, როგორც ყოველთვის. თურმე იტალიაში წასულა ქალი. რა თავი დაანება დიდ სცენაზე დგას და ღერის ეს არის კლასიკური ნიმუში. შრომის. თავისი ბედი შეცვალა. ბევრმა უთხრა დაანებე თავი, რა სწვალობ, რა სისულელი არ გაგამის ნიჭი, ყრუ ხარ, ის ხარ. არა, არ დაანება. თქვენ რატო მოგიყევით ეს ყველაფერი, რატო ვიბლუკუნი ამდენი? მოდიხართ და გეუბნებით ზუსტად, რომ აი ეს ამ შედეგებს მიიღებთ, აი ამას შედეგებს მიიღებთ და იცი რა არის, ეს ადამიანი გაუშვი ლამაზად ეხლა და აღარ დაბრუნდია ამ ურთიერთობაში ან აღარ მოიქცე, არ გააკეთო ეს და გინდა თუ არა მაინც ისე აკეთებთ. არ იყენებთ ამ ინფორმაციას. აი ახლა რა ვთქვა მე და ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. რა უნდა მომხდარიყო ადამიანო? თქვენ არ გინდათ გაიგონოთ ეს რაღაცეები, ხო, ხანდახან შეიძლება ესეთი მშობელი რო რაღაცას უჩიჩინებს, ბავშვს ისე გამოვდივარ ზოგიერთებისთვის აქ. და არ არის ეს სასიამოვნო, მაგრამ რა ხდება ეხლა? როდესაც ესეთ ტოქსიკურ ურთიერთობაში შედიხართ, აი აქ დანაკარგებისთვის მოუყევი ესეთ რაღაცას და არ აკეთებთ თქვენ ამ ცვლილებას. გაფრთხილებაც მიიღეთ, კონსულტაციიდან ისიც ესეთ, რა ვიცი, ყველაფერი. არ აკეთებთ მაინც. და მე უკვე ნახე ხდება ენერგეტიკული ბმა, ვერ შორდებით ამ ადამიანს. თქვენ მიდიხართ უკვე მინუსებში. რამდენი ხანდახან კითხვა უჩნდება და რამდენი ეს შესაძლებელია. იყოს 7 წელი, ბევრთან არის 7 წლიანი, 2-3 წლიანი, 7 წლიანი და შესაძლებელია სამუდამოდ არიან ქალბატონები, მეტი პარტნიორთან ურთიერთობაში ვერ შედიან. და მე ამბობენ ჯადო გამიკეთენ, ის გამიკეთენ, ეს გამიკეთენ, დამაშორდ. არა, თქვენ გაქვთ აი ეს ბმა, ესე რომ ვთქვა, ჭიბლარი არ აქვს გადაჭრილი, ხო? ახლა ჭიბლარი აქ არაფერ შუაში არა, მაგრამ რომ მიგახვედროთ. აი ბმა რო ხდება თქვენს და იმ პარტნიორ შორის და რა ხდება? ის კარგად არის. ნახეთ, ადგა ფეხზე. დაუშვათ ფინანსურად გაიმართა, შეიძლება დაოჯახდა, შეიძლება კარიერაში წარმატებებს მიაღწია. და თქვენ პირიქით მინუსებში წახვედით. შეიძლება ის უფრო გალამაზდა კიდეს თქვენ ცოტა დამახინჯდით, არ არის გამორიცხული, ხო? ზოგი სუქდება, ზოგს რა ემართება, ვინც იცვლება. ადამიანები ზოგჯერ ვერ ამჩნევენ საკუთარ თავს. ეს რა ხდება? აი ზუსტად ეს არის უკვე დაფარვა თვალებზე, აი ბინდი რო გადაეკრება ადამიანს და ვეღარ ხედავს ამ ყველაფერს მის მინუსებს. ამ შემთხვევაში აი ზუსტად ეს ბმა ხდება და მერე მიდის ადამიანი დანაკარგებში. ძალიან ბევრს შესაძლებელია ეს კი მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ამიტომ აქ ეხლა ვინც ესეთები მყავხართ, უნდა დაფიქრდეთ, აქ მანდა მაინც ჯადო კი არ არის კაცო ყოველთვის. შესაძლებელია მაგიურიც არის რაღაცა, შეიძლება ძალაც გაუვიდა უკვე ყველა წმენდებიც გააკეთეთ, მაგრამ აი თქვენ მაინც. იმიტომ რომ აი ეს ბმა, ეს წყვეტა თქვენ შორის არ მოხდა.
და არ არის გამორიცხული, რომ იმოქმედოს ან კონტაქტზე გამოვიდეს რა რაღაცა ნაბიჯები გადმოდგას, თქვენ ნახეთ, იგივე უფლებას მისცემთ ამიანს, იგივე წრეზე დაბრუნდებით. მე ერთ წრეზე ვბრუნავ და იმიტომ რომ უნდა რაღაცები თქვენ თვითონ უნდა გაითვალისწინოთ, უნდა ნახეთ, მეტი სიმტკიცე გამოიჩინოთ ხასიათში. ნახე უშეცდომო, არავინ არ არის. შეიძლება დაუშვით შეცდომა, შეგიყვარდათ და ბოლო-ბოლო ნახეთ, რატო უნდა გაუწიოთ თავს წინააღმდეგობა თუ კი მოგეცემა ამის შანსი საყვარელ ადამიანთან. რატო? არის ხანდახან რომ არ მაინტერესებს მას უყვარვარ თუ არა, მე მიყვარს და მე მინდა. ხო, ესეც მოსული პონტია, კი ბატონო. და თუ კი იმ წუთში ყოველ შემთხვევაში ეს გაგრძელება თუ არა ვინ იცის, მაგრამ გრძნობა არის, კი ბატონო, გააკეთო ეს ყველაფერი, მაგრამ მე მიხვდები, რომ იცი რა, იმიტომ რომ მეტი გინდა ადამიანს ურთიერთობიდან, მე არ არის ესე, ხო, იმ წუთში კი ბატონო და შეიძლება იმედი მოგეცა იქნებ რაღაც იქნებ რაღაც ურთიერთობა განვითარდეს, მაგრამ ეხლა ეს მამაკაცების ბევრის, ხო, ყველას მე არ მუხარშავ ერთ ქვაბში, მაგრამ ზოგიერთი იმდენად უტიფარი არის, ამით პირიქით სარგებლობს. და პირიქით ცდილობს შეგაყვაროს თავი თუნდაც. და შემდეგ უკვე აღარ აინტერესებს მას რა იგრძენი ის თუ ეს თუ მე პირიქით მოგიბრუნდება ამ შეკპირდი მე რამეს. ნახეთ? და მე უკვე თქვენ ხვდებით, რომ აღარ შეგიძლიათ უბრალოდ მეტი გინდათ ადამიანი გიყვარს და გინდა, რა თქმა უნდა, მე მისგან შვილიც გინდა, ოჯახიც გინდა, ყურადღებაც გინდა და ეს ტყეში აქვს თვალები და გული და ვეღარ ეგუებით მე, ხო? მე უკვე ხვდება ადამიანი, რომ შეცდომა დაუშვი, მაგრამ ნახეთ, ხო შეიძლება ეს შეცდომა გამოასწოროთ. როგორ უნდა გამოასწოროთ? აი ზუსტად ისე, რომ იგივეს უფლება არ უნდა მისცეთ, იმიტომ რომ ეს უკვე თქვენთვის იქცა ენერგოვამპირად, რესურსი მიაქვს თქვენგან. და ვერ გავიგეხლა, რატო უნდა იყოთ შეწირული, ესე რომ ვთქვა და რატო უნდა წახვიდეთ ამ ხელა მსხვერპლზე? რატო? ბოლო-ბოლო, ამჩი, მაინც არ უყვარხართ ადამიანს. და მაინც ის თემა გამოდის, რომ მაინც გულს გატკენთ ბოლო-ბოლო. ნუ კარგი, ახლა სანამ არ მოიყვანს ცოლს, არ დაოჯახდება, ან თუნდაც ქალი იყოს, კაცო, მანამდე ხართ, მაგრამ მე ხო მოიყვანს ცოლს, მაინც გული გეტკინებათ. და ვინიც ის იქნებს, ამუდამუდად შეგიყვარდეთ, თუ უკვე არ გიყვართ. ამიტომ ვიღაცას აწყობს ეს ყველაფერი და შეგიძლიათ კი ბატონო მე ის კი არ ვარ აქ, მაგრამ ნახეთ, როდესაც ურთიერთობა სრულდება და დაუშვათ წავიდა ეს ადამიანი თქვენი ურთიერთობიდან, თუ ახლა ერთად ხართ, კაცო, აქ სტატუსი ხო არაფერია, მაგ ხელა დღევანდელ დღეში უკვე კარგით რაღა დროს ის არის, მაგრამ ნახეთ, თუმცა სტატუსიც მნიშვნელოვანია, მთლად მასეც არ არის, ხო? მაგრამ წავიდა ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან, უნდა შეძლოთ, რომ გაუშვათ, განთავისუფლდეთ, რა გავაკეთო მაგ დროს ფიქრობთ ხო ახლა? უნდა გააკეთოთ პატარა პრაქტიკები, მოხვიდეთ, გაიაროთ რაღაც, ნახეთ, შესაძლებელია წმენდებიც, კი ბატონო, ასუფთავებს ზოგჯერ, ნახეთ, გონების გახსნა, ესეთი რაღაც მიჯაჭვულობის მოხსნა არსებობს, აქ არ არის მაგიური ჩარევა. აი, გაიაროთ რაღაც დიაგნოსტიკა და პატარა манипуляციები გასწავლოთ, როგორ ჩაჭრათ ენერგიები ამ ადამიანთან, რომ განთავისუფლდეთ უბრალოდ. თორე ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გადაგიყვარდებათ, არა, უბრალოდ ენერგიები ჩაჭრათ. შეიძლება უფრო შეგიმსუბუქდეთ კი და ესეც არის. თუმით ეს რამე იმოქმედა ახლა დღეს ბიჭები წისვრიან ხელს, ესე არ არის, ხო? რატომ მოვყევი ამ ხელა რაღაც? აი, ეს დანაკარგები, ნახეთ, თქვენ ყველაფერი გაქვთ ირგვლივ.
მთლიანად ამოვიდა. ყველაფერი, ყველა საითაც პირი არ უნდა გაიბრუნოთ, მაგრამ აი რატომღაც გეძლევათ ცხოვრებაში, აი ეს გაკვეთილი, რომელიც უნდა გაიაროთ. თქვენ გეძლევათ ჩემი სახით დაუშვათ, ან რაღაცა მინიშნება, მეგობარი გეუბნებათ, რაღაცას გეუბნებათ. რომ მოდი არ გინდა ეს, მოდი არ გააკეთო, მოდი რაღაც, მაგრამ არა, მაინც თქვენსას ერთი ჩემი საქმის მე ვიცი. მე მიდიხართ მინუსებში, ხო? არ გინდათ არავინის გაგონება იმ დროს. მაგ დროსაც იცით რა არის? მე ყოველთვის ყველას გირჩევდით ხანდახან და ჩემი რეაქცია კიდევ რა არის? ყოველთვის გეუბნებით. აი, კი არის აქ ყურადღება მისაქცევი და ყურადღება მისაქცევი საგანგაშო იმას ნახეთ, არ არის დაუშვოთ, ხო? დღეს ხვალ ერთი თვე ორ თვე კაი შეგიძლია დაუშვოთ ეს ყველაფერი გადადო. მაგრამ ყურადღება მისაქცევი, ახლა წლები რო რაღაცას გადადებთ, ის უკვე საგანგაშოში მდგომარეობაში გადავა. ესეც უნდა გაითვალისწინოთ. ესე პატარა ბავშვით გიღეჭავთ, გიხსნით და აი კიდევ ესე უნდა დაგიღეჭოთ, უნდა გითხრათ, ხო? აი დაუშვათ ახლა ავად რო გახდა ადამიანი, სანამ გართულდება, მანამდე უნდა მიხედოს, ხო? არ არის საგანგაშო მდგომარეობა. ახლა ექიმთან რომ მიხვიდეთ, გეტყვის, არა გაქვს საგანგაშო მდგომარეობა, ნუ გეშინია, მაგრამ მიხედე ამას, ნახე? გინიშნავს კურნალობას, რაღაცას გეუბნება, მინიშნებებს, თუ რა ვიცი, კონსულტაციას რაღაცებს ხო გაძლევთ, იქ ზოგს წამლებს, ზოგს დასვენებას urჩევს, თუნდაც დასვენება იყოს. რამდენი თქვენთაგანისთვის უთქვა, აი გჭირდება დასვენება, გჭირდება მშვიდი ცხოვრება, გჭირდება ეს და ამას არ აკეთებს ადამიანი. შემდეგ მიხვალთ უკვე საგანგაშო მდგომარეობა გვხვდება, შეიძლება ვერც გადარჩეთ. ყველა ღმერთმა დაგიფაროთ კაცო. იგივეა აქაც ხალხნო. არ არის ახლა საგანგაშო, მაგრამ ეს ყურადღება მისაქცევია. იმიტომ რომ ეს მაინც გამოკრავს კვანტს და მიიღებთ თქვენ იმ მაინც მაგში ცუდ სავალალო მდგომარეობას. მერე უკვე რომ გადაბრუნდება, ესე ვთქვათ, ურემი, მერე არ იქა ნინო, რა უქნა ახლა. ну, გააჩნი ახლა ასეთ რაღაცებს ყოველთვის ეშველება, მაგრამ ის გულის ტკივილის, დანაკარგის, განსაცდელის რაღაც პრობლემა ხო უკვე გაიარეთ. რასაც შეიძლებოდა დავუშვათ აცდენილიყავით. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით, შეცდომას შეიძლება დაუშვით, მაგრამ ნახეთ, ხრამში აღარ უნდა გადავარდეთ. შეიძლება დავუშვათ პატარა ფეხი დაგიცდათ. მაგრამ ისე გააკეთოთ, რომ ამოხვიდეთ და ქვემოთ უფსკრულია ხედავთ. და მთლიანად არ გადაეშვათ ამ უფსკრულში. არავინმა არ მოგატყოთ, არც ერთმა მამაკაცმა თუნდაც. ახლა მე მოგმართავთ, ვინც პატარა გოგონები ხართ, შეიძლება დიდებსაც გჭირდებათ ეს, რომ რაღაცა დაგაგვიან და ეხლა რა დროსა და უშუალოდ თუნდაც დაწექით თქვენ მამაკაცთან და როგორ არის, იცი კი ბატონო, დაუშვით ეს შეცდომა, როგორადაც არ აქვს მნიშვნელობა გაკოცა თუ რაც ქნა, რაც იყო. თქვენ შეიძლება ამ ადამიანს ეხლა რა დროსა გითხრას და მეორეჯერ მოგადგება. არა. დაგვიანებული მაინც არასდროს არ არის. ნახეთ, ის საკუთარ თავთან, მასთან აღიარება თქვენ არ გჭირდებათ არაფერში. თქვენ უნდა აღიაროთ საკუთარ თავში. ეს არ არის თქვენი ცხოვრება და ეხლა всё, უკვე ხრამში მიდიხარ, всё, ხრამის პირას დგახარ და გითრევს. მას რა ენაღვლება? საერთოდ კიდიათ ერთ ადგილზე ზოგიერთი ისეთი ნაბიჯვარია, საერთოდ კიდია ხალხნო თქვენ ვინ ხართ, რა ოცნება გაქვს, რა ფიქრი გაქვს, რა გულის ტკივილი გაქვს, როგორ იცხოვრე ამდენი ხანი, საერთოდ კიდიათ ეს არ აინტერესებთ. მისი ლიჟბი გაისწორა და მე ესეთი შემიცდე. ეს გონიათ ბევრ ვაჟკაცობა. კი, რაღაცა შეიძლება მოტყუდით, და მე მოგიბრუნდება და გეუბნება და უშოთ ესა რა ქვია, ახლა რაღა დროს, რას ქვია რაღა დროს? და всё, ჩაგითრია წუმპეში ისე გემრიელა, თვითონ ხო, სუსტი ადამიანი, სუსტად ასე იფიქრეს, ხო, რაღა დროსა უკვე და უშოთ ქალიშვილობა დაკარგეთ, ხო? ქალიშვილი აღარ იქნებით. მაგრამ ზნეობაც აღარ უნდა დაკარგოთ. აი ამაშია საქმე. არის ხო განსხვავება.
და მის მახეში თუ ხაფანგში ერთი გაებით, всё, უკვე აი დატორმუზებასაც თავისი დრო აქვს. ერთი სხვათა შორის მაშინ ძალიან ბავშვი ვიყავი მე და ერთ-ერთ სოფელში ესე მოხდა ბებიის მონაყოლი თემა, ვიცი, ახალგაზრდა ულამაზესი გოგო იყო. აი ყველა რო თვალს აყოლებდა და გიждდებოდა და რა ვიცი, მოკლედ ანათებდა რა, აშოლტილი და რა თქმა უნდა ეს ბიჭები და ისინი სულ ყველა ფეხქვეშ ეგებოდა რაღაცა. ეს გოგო მოხდა ისეთნაირად, არ ვიცი, მოკლედ ზუსტად, მაგრამ ტაქსში რაღაცა და ამ მამაკაცმა რაღაცა მოხდა მათ შორის ეხლა და რო შეხედა რომ ეს გოგო ქალიშვილი იყო, გადმოაგდო ტაქსიდან. ხო და ისა როგორ უთხრა იცით? შენო ქალიშვილი თუ იყავი ვერ მითხარიო? და ესო გაგიჟდა და ამ კაცმა იუკადრისა და მოკლედ გადმოგდა. ამ გოგომ როგორ იფიქრა ეხლა? всё წასულია ჩემი საქმეო, მაინცო ეგ თემა მოხთაო, რაღაცა ისო ესო და აწიო რაღა აზრი აქო რა, ჩემი მასო ახლა ვითომ ესე რა ვიცი ალბათ თავის დაკავებასთან ამდენი ბიჭები ხვეოდა თავს, იფიქრა რომ რა ვიცი, ყველას ავვარდებოდა თავში ხო ეხლა თავისთავად. ნუ მოკლედ ერთი პარტნიორი, მეორე პარტნიორი, მესამე პარტნიორი და ისე გამოვიდა რომ ყველა გადაუარა თავზე. მერე საერთოდ ის სოფელი დატოვა და რავი მოკლედ ეხლა არ ვიცი ცოცხალია თუ არა საერთოდ ეს ადამიანი, მაგრამ ესეთი რაღაცები გადახთა თავს. მერე მოხდა ისე რომ მოიყვანა, გათხოვდა სხვათა, გათხოვდა ხო, მაგრამ რაღაცა ოჯახიც დაინგრა ისეს და აი ესეთი რაღაც ნახეთ, ამ დროს მერე ეს გოგო ყვებოდა თვითონ ეს ქალი როგორ რაღაცას იცით, მეო მაშინო გამოუცდელი ვიყავიო და არ ვიცოდიო, ვერ მივხვდიო. ნახეთ, თორე სინამდვილეშიო, მართლაო არაფერიო არ მომხდარა იქო და მეო იმ კაცმაო მართლაო, ნუ გამომიშვა რა, ისე პატიოსანიო. ძალიან ისეთ თემას გიყვებით ეხლა. და მეო ესე ვიფიქრეო და მე თვითონ დავღუპე ჩემი თავიო. გაიგეთ რისი თქმა მინდა ხალხნო? და რა თქმა უნდა ნანობდა ამას. იმდენად გამოუცდელი და შტერი ვიყავი, მე თვითონ დავღუპე ჩემი თავი, თორე თავისუფლად შეიძლებოდაო, მეო დღეს სხვა ცხოვრება მქონოდაო. ეს იყო, ნახეთ, მისი სუსტი უკვე გამოუცდელობა მარტო არა, ხო? ძალიან დიდი სისუსტეც ადამიანის. ეხლა მე თქვენ არ გეუბნებით რომ შეიძლება ასეთი მდგომარეობა არ ქონიათ, არ დარჩენილ ხართ ეხლა, ხო? მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, უკან დახევა ყოველთვის შეიძლება. აი ამას გეუბნებით. გამინგეთ? სანამ თლად შეტოპავთ. ეს მომენტიც უნდა გაითვალისწინოთ. აი აქ მით უმეტეს ეს ნახეთ, რომ ვერ ელევით, რომ ვერ შორდებით, რომ ვერ ანებებთ თავს, რა ვიცი და ესე ფიქრებში ხართ, ამ საკითხსაც უნდა მიხედოთ, იმიტომ რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, შესაძლებელია მთელი ცხოვრების დანაკარგში გადახვიდეთ, ხო? გულის ჩაკრაც ჩაიხურო, საერთოდ აღარ მოგინდეთ არავინ და ასე შემდეგ. მერე იტყვეთ ჯადო გამიკეთეს. არა, თქვენ თვითონ ეს რა გამოვიდა დასკვნა საქამდე მეტი დააზიანეთ უკვე საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება. აი ეს იყო თქვენი კარმა, აი დაუშვათ ეს არის ის რაც უნდა არ უნდა გაგევლო. შემოვიდა ეს ადამიანი შენთან გამოსაცდელად, ნახე? მაგრამ ადამიანი თქვენ ბევრი გებულობთ არასწორად. შემოვიდა, იმიტომ მანდა მაინც ამასთან ესე იგი სექსი უნდა მქონდეს. არა გენაცვალე. არა, ეს იყო თქვენი გამოცდა. როგორ გაივლიდით? ეხლა მეორე გამოცდის წინაშე გახართ ესეთი ადამიანები. როგორ გაივლით მეორე გამოცდას? ეხლა გადაჭრით ამ მიჯაჭვულობას თუ შეწირავთ მთელ თქვენს ცხოვრებას და გახდებით ესე რომ ვთქვათ შეწირული. თვითონ თქვენი ნებით.
გამინგეთ რა ხდება? ბიჭიდანაც არის იგივე. ამიტომ ხო, დასკვნას ახლა ბევრი ალბათ მიხვდით ხო, ესე თქვა მინდა. აი ეს რომ ნადირობენ, ბევრს შეაყვარონ თავი. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ეს მთლად ცუდიც არ არის. ხო. თუმცა სექსუალური ურთიერთობა თუ არ ხდება, იქ ბმა მანდა მაინც არ არის რომ იცოდეთ ენერგეტიკული ბმა. ამიტომ ჩაჭერით ან წმენდებით ან რაღაცებით ამ ყველაფრიდან განთავისუფლდით. კარგით ნახოთ, კიდევ არის რამე აქ დანაკარგები? არა. აი ამის შემდეგ უკვე თქვენს ცხოვრებაში შემოდის ადამიანი ძალიან ძლიერი, ძალიან ჩამოყალიბებული გალო. ნახეთ როგორ ლამაზად დაეწყო თქვენც რომ მიხვდებით რა ლამაზი დასტარი. აი ეს მამაკაცი და აი თქვენ ერთმანეთს როგორ უყურებთ? აი როგორ უყურებთ, ხო? როგორ ლამაზად დაეწყო ყველაფერი. როგორ ლამაზად. სხვათა შორის შეტყობინება კი არა, ეს არ არის უბრალოდ შემოსა, აი თქვენც გაკვეთილები გექნებათ, ანუ რაღაც ცხოვრებისეულ ხო? რაც მუყევი, გასავლელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი სერიოზულად შემოდის თქვენთან ურთიერთობაში. შემდეგ გასეირნება და იცოდეთ რომ ზუსტად ღია სივრცეში, ესე იგი ეს შემოსვლა ურთიერთობის, ნახეთ დალაგება და როგორი რაღაც იცით, საღაცა არა, ღია სივრცეში გთხოვთ ხელს. ნახეთ ქორწინებამდე მიდის საქმე. მაგრამ ამ ხელა ისტორია მოვყევით ან ესე იგი ვიღაცას ეს გაქვთ გასათვალისწინებელი. სიმდიდრე მოაქვს. რა კარგია, რა კარგია. შენ რა მოხდარიყავი არ იქნებოდა ეს რა არის? ეს არის თქვენი ცხოვრება მთლიანად შეიძლება. რადიკალური ცვლილება, მაგრამ ბედნიერებისკენ. ეს არის ისეთი სურვილების ასრულება, რომელსაც თქვენ ამ ეტაპზე ვერ იფიქრებთ. შესაძლებელი აქ იყოთ ისეთი ადამიანებიც, რომ რავი, ახლა მეტი რასურვილი დამჩასასრული, ყველაფერი მაქვს, ან ყველაფერი რაღაცა მოვაგვარე ხო რა? არა გაქვთ, შეიძლება სურვილებიც არა გაქვთ, რამდენი ყოფილა ჩემთან ადამიანი მოვიდა და ცვლილებებს ვერ ხედავ ამ წმენდების მერეო და რატო ვერ ხედავ მეთქი პრობლემა, ჰაი, ჰუი, რა არის ის და რა გინდა მეთქი, აი რა გინდა, სად უნდა დაგენახა, რა ვიცი ახლა ვიღაცას დაოჯახება უნდა, ვიღაცას ის უნდა, აი სად არის პრობლემა, ხო უნდა მოუძებნო და პრობლემა რა არის? სურვილია არ იცის რა უნდა, სურვილი არა აქვს. და კითხვა დაუსვი, სურვილი რამეს მოკიდე ხელი არ გამოგივიდა, რა შეგეშა, რა მოხდა, რა თქმა უნდა მივიტანე გულთან. სურვილი არ აქვს ადამიანს. და სურვილი თუ არა გაქვს კაცო, რა ვიცი მე, რა გაიხსნებ, ნუ გადავე, ვინ მოვა და ვინმე, აი წამოდი შენ ახლა ეს გააკეთე, ვინ მოგცემს მიმართულებას, ან რა მოხდება თქვენ? არაფერი არ მოხდება. როგორც ქალს მოთხოვნებია, არაფერს არ ვითხოვ. მისგან ვერც ვერაფერს ვერ მიიღებ ცხოვრებიდანაც და ვერც მისგან. თუ არაფერს არ ითხოვ ადამიანო, რა უნდა მიიღო, ვინი, რა ვიცი მე ახლა. მაგნარის სასწაულები? ახლა პრინცესა თუ ხართ დაბადებული, ახლა შეიძლება მოხდეს რაღაცა სასწაულები თქვენ ცხოვრებაში. მაგრამ პრინცესები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. აღარ არსებობს. აი აქ ზუსტად თქვენ ის სურვილები გისრულდებათ ამ ადამიანთან, იმ სრულიად ახალი ცხოვრება, ტრანსფორმაცია ხდება როგორი, იცი, გადაბრუნება ყველაფერს, მაგრამ უკეთესობისკენ. სიმდიდრე მოაქვს ამ ადამიანს, სიმდიდრე.
არ ვიცი, ფულიანია, შესაძლებელია თქვენთან გაიხსნას. ნახეთ, ორივესთან გაიხსნას, მარტო თქვენთან არა. შეიძლება ფული არ აქვს ადამიანს, მაგრამ აი მისი ერთმანეთის ენერგია თუნდაც. ნახეთ, ხანდახან ხომ არის ეს სიყვარულს როგორ არის, იცით? იძახით ზოგიერთი არ მინდა ის. არა, ეს არის ახლა მე კიდე რო გავაგრძელოთ, რო აღარ მეყოფა სხვა გაშლაში ვისაუბრებ. ეს არ არის ცუდი ენერგია. ამას ადამიანები ამახინჯებენ, აფუჭებენ და უკარგავენ იმ ხიბს, თორე სიყვარული ეს არის მამოძრავებელი ძალა. აი აქ ზუსტად ეს მამოძრავებელი ძალა იქმნება. და წარმატება, ის სურვილების ასრულება, ოჯახი, აი მთლიანი გარდაქმნა, თქვენი დამშვიდებაც კი ადამიანიც, ნახეთ, მოდი ასე გეტყოდით, ვინ არის აგრესიული, ის ვინც სიყვარული აკლია. რა თქმა უნდა, ასე ამშიერი კაცი და ის ვინც სიყვარული აკლია, თორე თუ ადამიანს თქვენ, რა ვიცი, ტკბილიენითო გველისოროდან გამოიყვანეს როგორ არის ნათქვამი. აი ეს იგივე არის. ადამიანს რომელიც ეს ენერგია აქვს, ის აგრესიული ვერ იქნება, უბრალოდ ვერ იქნება. ხო, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ასე არის. ამიტომ აი აქ ზუსტად ეს ენერგია იქმნება და შესაბამისად აი პირდაპირ მოდის სიმდიდრის ნაკადი, სასწაულის სიმდიდრე მოდის, აქ როგორი სიმდიდრე მოდის, იცით? ეს არ არის უბრალო ფული და უბრალო ქონება. ეს არის პირდაპირ სიმდიდრე გეუბნებით. ოჯახი, წარმატება, ძალიან დიდი სურვილის ასრულება. ეს იქნება ძალიან მალე 8 თვე აგვისტოში ან 8 თვეში ყველაზე დიდი. გაის ამ დროს უკვე ცვლილებები ეს ყველაფერი უნდა იყოს თქვენთან. ვიღაცასთან აგვისტოში უკვე იქნება. ეხლა ვიჯახი. დაიწყება. და პატერა ბავშვიც. ბავშვიც მოდის, ბავშვით. იცოდეთ, ეს ბავშვი ვისთანაც რეზონინდა დაიმახსოვრა ძალიან ნიჭიერი იქნება. უასაზღვროდ ნიჭიერი ბავშვი მოდის, ოქროსფერდმიანი. ქოჩორა ბიჭი. ჩემო კარგებო, ძალიან დიდი წარმატება, ძალიან წინსვლა. აი დავდგე და ვუყურო მინდა, როგორ იქნება, იცით? აი ზუსტად ასე იქნება საზოგადოება თქვენს მიმართ. უნდათ რომ გიცქირონ. გაიგეთ, ეს არის ის ბედნიერება, რომელიც აუცილებლად თვალშისაცემიც იქნება. ზოგადად რომ იცოდეთ. ამიტომ კი ჯანსაღი ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა. ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა. რომცა რო ანებებ თავს ნაყოფიერება და რაღა უნდა ამოვიღო ახლა არკანები დამისრულდა ხელში. ესეთი კარგი განლაგებით. იცით რა არის ხალხი ერთმანეთთან ზუსტად ამ ურთიერთობაზე, აი როგორ გაუმართლა, როგორი ბედნიერია, როგორი მეგობრული ურთიერთობა, როგორი სიყვარული ცავსე, აი ეს ამ ყველაფერს აღნიშნავენ. გაიგეთ? ამ ყველაფერს ეს ყველაფერი შესამჩნევი გახდება. ეს ყველაფერი შესამჩნევი გახდება, რომ იცოდეთ. ამიტომ ტყუილად ესე იგი არ მისაუბრია მე თავში ეს რაც გითხარით ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ და გააკეთოთ. მე არ ვამბობ რომ ეს არის იგივე ადამიანი, ეს რა არის. თქვენ შეპირება გაქვთ აქ რაღაც? მაგრამ იცოდეთ, ეს არ არის იგივე. მე არ ვამბობ, რომ იგივე ადამიანია, ეს არა. შესაძლებელია ვიღაცა ძალიან იგივე იყოს, რა ვიცი, ერთ მაკნას კაცო. მაგრამ ბევრთან ეს იქნება ახალი ადამიანი, ჩემო კარგებო.
აქ სრული ცვლილება, სრული ბედნიერება, ერთმანეთზე უკეთესი არკანები ამოვიდა. ყველა განსაცდელი მიდის აქ. აბსოლუტურად ყველა განსაცდელი. წარმატებაზე იქნება. აი, აეწყო ჩემი ცხოვრებაო, ესე აიტყვით. ამაზე კარგი რა გითხრათ. ამიტომ დროზე მიხედეთ თქვენს თავს. დროზე. და ის იყოს ასე ჩემი კარგებია, ვისთვისაც ეს მინდა. არც მე ვიყოდი ვარს. ესეთი ვიდეო თუ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, აქ როგორაც დაფიქსირდა. იმდენად მომხიბვლელად ჩანს ეს ყველაფერი და არა, მე კიდევ გეუბნებით თქვენ. ამ დანაკარგის რაღაციდან უნდა გამოходეთ, ეს სახლში არის თქვენთან რაღაც, ხო იცით, რაღაც თუ სახლში იყო თქვენთან მოსული? ხო. ამიტომ გამოდით აუცილებლად, რამე არ დაკარგოთ, კიდევ გაგაფრთხილებთ. აი ეს რაც დაფიქსირდა, კიდევ მოისმინეთ თქვენ ეს ვიდეო და მიხვდებით აქ რა არის მიზეზი. და ლაიქება და კომენტარება არ დაგავიწყდეთ, მე გისურვებ წარმატებებს და გემშვიდობებით დროებით.